ტყის კატა. ძალიან მაგარი ცხოველია. ეს არის ლაგოდეხის ნაკრძალში. აი ეს ბილიკი ატარებს სწორედ ამ ცხოველის სახელს. ეს არის ტყის კატის ბილიკი. ლაგოდეხის ნაკრძალის შექმნა დაკავშირებულია პოლონელი ნატურალისტის ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელთან. ღრმა ხევები, მდინარეები ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც მცენარეული საფარის მრავალფეროვნებას განაპირობებს. თავად მლოკოსევიჩის მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უგზავნიდნენ უცხო მცენარეების თესლებს, ნაყოფს. ის კი ცდილობდა ისინი აქაური ნიადაგისა და ჰავისთვის მოერგო. მრავალ მცენარეს შორისაა იორდასალამი, რომელიც ენდემური სახეობაა და მხოლოდ ლაგოდეხშია გავრცელებული. სულ ლაგოდეხის ნაკრძალში არის 10 სალაშქრო ბილიკი და სწორედ ერთ-ერთი არის ეს ბილიკი, რომელსაც ქვია ტყის კატის ბილიკი. არის ნომრად მე-7. ეს ბილიკი იწყება ლაგოდეხიდან. ესე ამოდის მთაზე. აქ უნდა ვნახოთ შრომის ეკლესია აქ მთაზე. და შემდეგ გადადის იქით ჩადის გურგენიანის ჩანჩერისკენ მიმავალ ბილიკს უერთდება. ძალიან ლამაზია აქაურობა. ზამთარში ვერ, მაგრამ წელიწადის დანარჩენ დროს ძალიან სასიამოვნო იქნება აქ ლაშქრობა. ესეთი ცუგებით დაგვიძვენ. ბილიკი არის 11 კილომეტრი. 11 კილომეტრია გასავლელი. მარტივია, შეიძლება ითქვას, უბრალოდ ცოტა თავიდან ხშირად არავინ დადის ამ ბილიკზე და დაკარგული იყო. აი ახლა მე თქვენ დაგანახებთ მთას. აი იქ შორს მიჩანს აი ზემოთ. მაგ მთის უკან არის შავი კლდეების ტბა. ვისაც გაგიგიათ, ვისაც ყოფილ ხართ, ძალიან შთამბეჭდავი სალაშქრო ბილიკია. ლაგოდეხის ნაკრძალი ცნობილია თავისი ფლორა-ფაუნით. ულამაზესი, აქ უამრავი მცენარე, ცხოველიც, სოკოებიც ბევრია. აი გზად შემოხვდებათ აი ესეთი ხის სოკოა თუ არ ვცდები, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ. ესეც ეკლესია. კიდევ ერთი ტყეში ჩაკარგული ეკლესია. ეს არის შრომის ეკლესია. ქვემოთ აი ქვემოთ არის სოფელი შრომა, შესაბამისად ეს არის შრომის ეკლესია, ვისი სახელობისაა სამწუხაროდ არ ვიცი. ეს აღმოსავლეთ კედელი უნდა იყოს, არა, სამხრეთ კედელი. შუაში ხეა ამოსული, უზარმაზარი. სავარაუდოდ იქნება განვითარებული შუა საუკუნეების სავარაუდოდ. ითქვა შევიდეთ ჩინით. უბრალო ნატეხი ქვით აშენებულია. წარმოიდგინეთ რამდენი საუკუნისაა და როგორ დგას მაინც. ეს საკურთხეველია.
წმინდა გიორგის ხატია. ესე იგი წმინდა გიორგის სახელობისა უნდა იყოს. ეგრე გამოდის. საკურთხეველში ორი ნიშია, ერთი აქეთ, ერთი იქით. ესეთი მშვენიერი ტაძარი, რაიმე განსაკუთრებული ჩუქურთმა არაფერი აქვს, თუმცა ისეთ ადგილას არის აშენებული, ესეც გასაკვირია. აქ როგორ ააშენესნი და თავში მოვუაროთ გარშემო. ესეთი დანგრეულია. ეხლა დავბრუნდეთ უკან ლაგოდეხში. ამ ლაგოდეხთან უნდა ვნახოთ ქოჩალოს ბაზილიკა, ანუ ლაგოდეხის მონასტერი. მოკლედ ლაგოდეხს დასავლეთიდან ჩამოუდის შრომის ხევი მდინარე, ხოლო აღმოსავლეთიდან ლაგოდეხის ხევი. ჩვენ ეხლა გადმოვედით შრომის ხევის მარჯვენა ნაპირას. აქ ამოვედით, ეხლა დავბრუნდებით ლაგოდეხში. გადავალთ ლაგოდეხის ხევის მარცხენა ნაპირას და ვნახავთ ქოჩალოს მონასტერსაც. ახლოვით ეგრეთ 13-14 კილომეტრი გამოგვივა ფეხით სიარული. წავიდეთ. ლაგოდეხის მონასტრამდე მდინარე ლაგოდეხის ხევია გადასავლელი. სამწუხაროდ ხიდი არ არის და მდინარეზე ვერ გადავედით. თან დაგვაღამდა და ამ საინტერესო მონასტრის მონახულება მომავლისთვის გადავდით. მეც მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და ვეცდები უახლოეს მომავალში ვნახო, გავიცნო და თქვენს გაგაცნოთ ის. აბა კარგად და ყველას დიდი მადლობა ჩემი არხის მხარდაჭერისთვის.